აი ეს არის თავად ძილავ ქართველ სასახლე. კარგი ვაჟკაცია, გაგმოა სიმდრიეთი და ბულადები. ერთვე აქაურობა ხავარდეს. ძალიან დაუღალე, მოსწო დავიშენე. ისეთი სიმღერა ის მაგარი მარზე ბადარიც არ ხავს. მაგათ საოცრად მოხდება. ოღონდ ის არის 5 თუ 6 წლის ჯვარ და წერილები იქნებიან და ამერჩულზე მეტი არ მისცემიათ. მას ეგ ბაცი აყოფილა მაგათ ვის მზერცა დამყავს. რამდენჯერაც არ მოსულა შემთხვევ არ ყოფილა რამე არ ეყიდა ჩემს. ნახოთ ეს რამე გაგმო. ნახოთ წავიდე ერთი ზალვათინა სამხარი ჩავუდგა. თორემ ცოდვა, მიმხედავი არა ვიყავ. შერი და ჩება მამა. შენ აქ იყავ. გამდელიც ახლა ვიყავ. მეც მალე დავიყავ. მიპატარა ქართველი ვარ. კავკასიის მთების შვილი. განცხოვრის სხვაგან ყოფნეს. ვიჩემია აქციკლი, ქართკახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო. შენ შემოგევლო, შენი გამდელი, მოდი გულში ჩაგიკრა და გაკოცო. ვერ დამიჭერ, ვერ დამიჭერ, ვერ დამიჭერ, ვერ დამიჭერ, კუკუ. აი ნახავ თუ ვერ დაგიჭერ. აი ნახავ თუ ვერ დაგიჭერ. აი ნახავ. თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენა? ხო, თქვენ აბა, ჩვენა? ისა დიდი ბატონის. დიდი ბატონის ნახვა გვინდოდ. რაღაცები მოვიტანე. ნახოს იქნა მოეწონს. სულ რომ ამ სახლს მოადგებით ხოლმე, ვალი ხომ არაფერი თქვენ. ამის მეტად როდის გინახიო, რომ მიჯავდეთ. პირველია რაც ფეხი. ვერ ახედავთ სოფელი რამოდენაა? წადით, გაიარეთ მუშტარი სხვაგანაც შოვება. წავალ, აბა შენ კი არ მიკაჩენ. ბოდიში, მაგრამ ეგეთი რამ შეძბატა, შენგან არასოდეს ავყადრებია. ხო და ჩემი ბატონი რომ იქნება შინაი, მაშინ გამოიარეთ. სამშვიდობისა. კი გენაცვალე, კი, თქვენ ჭირმა, ოღონდ თქვენი ყავით, კარგად. ეგა ვინა ყოფილა, ჰა? წამო, ერთად არ დაგვლახოს კიდეც. ესენი ვინ არიან? ლეკები არიან, ნავდეულობა და იარაღები დავითხოვეს ჩვენში საოცრად. უინე, დაბაჯაჭმანები არიან? სადაც ძალიან სოფო სახედია. კუკუ. ნეტა სადგან და ეს ბავშვი. ჰა? სულეთია მაინც იპოვე. აი ნახავ, ვენ იპოვო. აი ნახავ. და ათა ყოფილა, შენ შემოგევლო, შენი გამდელი.
ახლა მომიყევით გაპარი. მითხარი, აბა რომელი გინდა? ხო, მიმინა რო ჩავარდა ცხადყაში, აის? ერთხელ მეფე ახლა გორგასალი წავიდა ტყეში სანადიროდ. უცებ დაიმახა ხოხობი და გაუყენა თავისი მიმინო დასაჭერად. მიმინოს უნდა ხოხობი შეეჭამა არა? ხო, ძალიან უყვარს ხო და ამ ძევნაში ორივენი ჩაიმამნენ ხევში. აღარც ერთი აღარ გამოჩნდა. შემდეგ მეფე თავად ჩავიდა ხევში და ნახა, რომ მიმინოს და ხოხობიც ჩავარდნილებდნენ ცხელნად ადგილში და მოხარშულიყვნენ. გამაზი ბუმბულის უგაცვდებოდა არა? რა თქმა უნდა, მეფე ხარ, ეს ნაკადი ძალიან სასარგებლო იქნებაო და ბრძანა ამ ადგილას გაეშენებინა ციხე-ქალაქი. სახელად ქალაქს დაარქვა თბილისი, ანუ თბილი ქალაქი. თბილი წყლის პირას გაშენებული ქალაქი. ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი. აი დიდი გოგო რომ გაიზრდები, მამის ხამბურდა. კი, შენ სხვა წევოხვალ. სად არის ჩემი კიდევ ჩემი ზოგრო მარაგო? მამიკო, შენ შემოდგა, შენი მამიკო. აი, შენ ჭამა მეშინია. სწორედ ამაზეა ნათქვამი ნამეტა სიყალში და ცდელი შემოეჭამაო. მართლა გოგო, შენ ბელი ხარ და მე დათვი? ხო, მე ბელი ვარ და შენ დათვი. ხო და ახლა მართლა შევჭამ. დედა, დედიკო, მიშელე დათმა შემჭამა. რა შეგვიძლია მას ბევრი იქნება შენ? კი, დედიკო ხომ არ გააჭამა? არა, ხომ გიყავს დადიან? კი. მამიკოც. წავა ქალბატონს შევატყობინა თქვენს მობრძანებას. ბარო, შენ გამდელი აკიყვარ? კი. დანდალო, ჩემო ოქრო შანდალო, აფისოფნოს გუხარო, სხვაში ნახავ ნათეშო, აფისოფნოს მანჯალო, წავდა შემოშაწყაბო, დანდალო, ჩემო ოქრო შანდალო. მამი, კიდევ მითხარი ლექსი. ახლა წავიდეთ გავშეძლო და ლექსები მერე გავაგზავნოთ. ძალიან დაიმშევით? ყველაფერი ზად მაქვს მობრძანეთ. მე არ მინდა. რა ჭამდა? აქ გამოვიყვანო. იქნებ ცოტა გაიცნოთ, მაგრამ ახლა სიმღერები მოვიწყო. ძალიან კარგი, თავი შადარი. ახლა რა გამოვიყვანო? მე სიცოცხლე გახარება დიდო ბატონო ზურა. ეს შენ ხარ? შადაიფრე კაცბატონო შეგوار მინახული. ისეთი არაფერი არ მქონდა რომ გიკადრებოდათ, მაგრამ ახლა მაქვს რაღაცები იქნებ მოგეწონოთ. ეს ხანჯალი კარგია, მომწონს, ამას ადრე რა აწარია. ჩემი სახელი გახლავთ, სამახსოვროა. აი, ჩემ სახელს თუ დააწერ, მაშინ მეტყვი შეგიძლია? რატომაც არა, ჩემი ხელობა ეგ არის. შენ რა გახსოვს? ნაბადი განახოთ? არა, ნაბადი რა ვცად გავაწემები. გენახეთ, ჩემო ბატონო, ეს ჩემი ამხანაგი ნაღდი დიდოელია, ოქროს ხელი აქვს. აი, მაგხანჯას ხეზამოსადე, მაშინ ნახავ, საქმე გადუსა. სულფრეხზე ვარ დღეს წამოსული. ყოველად ვიარე თან სიცხეში, შაურცალ ბიშობი. რა სიტყვი, ნათქვამია, თავზე ვიძალა არაო. რამდენხანია რა ჩვენ სავაჭრო დაბიარები და ხელი მაინც ვერ ნახეთ. ისე ძაღლური ცხოვრება გვაქვს როგორც ხდება. ისე ბატაკები ვართ როგორების უკავ. ჩანს, ესეთი ყოფილა ჩვენი ბედი. ჩანს. სულაცარა, იცი რა აზრი მომიგდა? რა და? მოვიტაცოთ? შუმად ბიჭო. გიჟდი? ეთამ რა უჭირს? გინდა ზურა ქართველზე თავიდე ბოლხარინოს. წამო აქედან მშვიდობითგან. დაიწყო. მოვიტაცოთ და დაღესტანში წავიყვანოთ. თავადი ზურაბი მდიდარია და ძალიან უყვარს შვილი. მის გამოსახებიდან შეძლებას არ დაეშურებს. არა, ძმაო, ეგ საშარო საქმეა. აგიგი ხართოჭი მოვცემ. ვაიმე, ჩემი თოჯინა. რა იყო ასე უცებ რა გახსენდა? სადიშეზე გარუძია და უნდა დავაძინე. და რა შევა ჩემი შიდა? ჩუ დედო ხალას აძინებს. დაიძინე,
ხო? ახლა ასეთ გაწექი. ამას გაგახურავ და იყავი შენთვის. მამიკო, ხონდაბილი ლექსებს გეტყვიო. კი, შევიკილინე, კი, ჩემო გოგო. ბატონს ელექტროს აორბიტოს უწავია. წყალსული პაკეტი შეძლიაძეზე უწავია. გაუმჯობესებაში მონადირეში უყავია. ერიკლეზე მეც ვიცი ლექსი. აბა თქვი. ერიკლე ჩვენი ბატონი ერთი პატარა კახია. ჩააცვეს ჯაჭვის პერანგი, გახდა ხელი და გახია. ხოჩა. მეგონა ქეთოს თუაძინებით და ლექსებიდან. ახლა შენედები კომპიუტერი. ქეთო შვილო, მამიკოს დასვენება უნდა. შორი გზავს გამოვიდა. ცოდო არ არის? ახლა მე წავიდე და ვიშენებ, როგორ გეწინება? არა. უჩამოზე მოგეწონს გამიძახე და მოვა. არა. ნარაჯი თამაში, გამდელი არ გააჩნია. მაშინ მომიყევეთ ზღაპარი. მე ფერეკლე სასტიკად დაამარცხა čaris ლეკები და გამარჯვებული შინისაკენ გაეშურა. საიგივო სორღობეში რომ შევიდა, უცებ ზემოდან ვიღაცა მთელი ბუჯა ქლიავი გადმოაყარა. ქლიავი? აი ასეთი ჩვენ რო გვაქვს ბაღში. ხო, შავი ფერის ჰიდრონი. მერე? აიხედა დაინახა. ინგილო გოგო. გოგო? ხო, ქლიავს ჭამდა. მერე? მეფის მხლებლებმა დაუბრუნეს. ეგ რა ქენიო, მე ფერეკლეს ქლიავი როგორ გადმოამარეო. მე ფერეკლესაო, დაუკვირდა გოგონას. ეგ თუ მართლაც მეფე ერეკლე არისო. სპარსული ქუდი რატო ახურავსო? სპარსული ქუდი რატო ახურა? ჯერ კიდევ ჭაბუკი სპარსეთში იყო და იქ მისჩვევია ტარებას. მერე? მე ჩვენს მოსისხლე მტერს გადმოაყარე თავზე ქლიავიო და არა მეფე ერეკლესაო. ამაყად უხდავს ინგილო გოგოს. ყოჩა ხალო შესწახა მეფე ერეკლე. მართალი ხარ. ქართულ მეფეს სპარსული ქუდი არ უნდა ეხუროსო. მარაქალა შენს ქართულ ქალობას. ამოვდია ჯიშიდან თეთრი ფული და უჩუქნია გოგონასთვის. ჩუ, გესმის? ჩემი ბულბული მოხდება. აი, მინდა, უსინო როგორ გამოქვს. ჩემი ქეთო? ქეთო შვილო! მაგდან მაგდან აი მოვიყვანე შენი ქედა ჩვენი ცუქრუმელა გოგო ქეთო შვილო შემოსიცოცხლე შენ გენაცვლო შენ რაიოთი შვილო ქალავენ მიწეს რატომ მიხურება სეკამთე ზურაბ რა ამბავია ჩემს ეს ეგრე შევქვა ტყიდან გზაზე რომ გავედი შეშინდა და შველი გზაზე გამხვა და უყოლე ნუ გაშინია შვილო შენი მამა ვორნე მოვედი აქ რომ ვერასაც წაგვიყვანო წავიდე ჩინდები მაგრამ ვერაფერი გაასკო ჩემი სიო ქართული დაავიწყდა არ ვიცი გონებებია ლაპარაკში ძრო არ დავყარგო მესმის ხილად დავაუხე და მოუტაცე ისეთი კიბილი შექმნა არ ვახუშე სოფელსეს აი მოგიკოდეს გეც ნახა
ვაი ასე სტილოდა მთელი გზა, როგორ არ ვეცადი, მაგრამ ვერაფერს დამოვშდი. ისე მიყურებ, როგორც აუც მოსისხდნენ წერს. რატომ დედა, ნუ თუ ყველანი დაგავი. იმედი მქონდა, იქნებ შუმისმა მოიყვანოს ყოლს. იქნოს დედა თავისი კარგი და უსაფრელი და შუმიდან მოიყვანოს გულმეთო, მაგრამ ხო ხედა. ქეთო შვილო, აბაკეთ მოიქე. მე შენი მშობელი დედა შვილო. ეს კი შენი ღვიძლი მამა. აი ეს სახლია, საიდან შენ დაიბადე და დაცუნცულებდი პატარავის. აი შენი საყვარელი ბავშვა. საიდანაც ძილიდან საღამომდე დარბოდი და შენგამდე ვარო უკუთამალბანას ითამაშებოდი. 10 წელი ველოდი, 10 წელი ვატრობდი, 10 წელი მესიმსვრებოდა შვილთან შეხვედრა, შვილის ნახვა, შვილის დაბრუნება და სიხარულის ნაცვლა და აი ასეთი სიმწარე მივიღე. რამისა აგური გამის ზურაბ დამშვიდი გევედრები. ხომ თვითონ ამბობდი პირველ ხანებში, ქეთომ შეიძლება ვერტკინის. ვამბობდი, მაგრამ ვიმედოვნებდი, ქეთო მალე მოვიდო და გონს იცნობდა მამას, დედას თუ აკონებოდა თავის ბავშვობას და მოიმხიარულებდა მეტი, მაგრამ აი ახლა ვხედავ, რამ წარეს მოვწვდი. იცი რა, წადი გამდელი ვარო მოი. ეგებისი სულთანი ფრანც გაიხსნა, ხალხობაც და ეს კარგი აზრია, ახლავე გავექანე. ქეთო შვილო, ტყეში რა გინდა? ამოდენა სასახლე არ ყოლია. მას შემდეგ რა ჩემ მოგიტანა? ამ დღის დამაყვა მზარა, სული მეხი. ნუ შვილო, ნუ გაიხედა ვიკი. მოგინდა შეფიქრებული. გესმის როგორ გაობს? იგი მხედავს ასეთ მომაჯადოებელი იყო. გატყორდა და გიზიდავდა. შენც მიუტოვდი მისკენ. ხარობდი, ტკბებოდი. დაი ამარკევ რომ სწორედ მაშინ დაგეყვე თავი, ბაჭეს ხანალეკებს. დაგიყვანე ტყვეს. ქეთო შვილო, გესმის ეკლესიის პატარაობისას ძალიან გიყვარდა. მაშინ ტაშს აყოლებდი და ლექსაში. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომი სხვა გაყოფას მისჩეული აქვს. ამბახში რომ ნავსებოდი, ნასარქექია გაგახსენებოდა. დედიკო, ნასარქექია ჯერა ამოსულაო და რამდენს კისკისები, რომ გიყვებოდი თუ როგორ ადენდა ნასარქექია ყველს ცხენ ყველს და დევს რომ ეუნებოდა ქვაო, უდიდან გამოყრილი ნაცრი, როგორ აყენებდა მწვერს და დევს რომ ეუნებოდა ვიყეს აზრისო, ზედ რომ დავდივარო და რამდენ დაყვირებდა დევს კისოში სადგის რომ ჩაარჩო. თუ ყველაფერი აი მოვიყვანე გამდელი, სად არის ქეთო? ბედნიერით და დაგგონიათ, ხალბატონო, რაკიშვილის ნახვას მოესალმე. რაღა ბედნიერებაა ჩემო ვარ, თუ საკუთარ დიდ მამას ვიყავ. უი, ჩემ შავ დღესა, ნუ თუ მართლაც ვერ მოგიგონე. ვერა ჩემი გული მაქვს და მაგრამ იმის მაინც არ გაქვს. ეგრე შემოშვა, ეგრე მწმეთი. ეს რამოდენა გოგო გაზრდილა, დიდება შენ და ღმერთო. ქეთო, შვილო, ერთი აქეთ მოიხედა, ვერ მიცანი განა, არ გახსენდება შენი გამდელი.
ვაი, ჩემს წყალს თავზე წაიყვანი. მაგას ხომ უყვარდა იქ დომა და ყურება. თუ როგორ ავსებენ კოკის სოფლის ქალები კოკენ. როგორ იკიდებენ ხარზე და როგორ მიაქვს. აჩვენე მეზობლის ბავშვები, ქეთოს ტოლები, რომლითანაც პატარობისას თამაშობდა. იქნებ მოიგონოს თავის ბავშვობა. და ჩვენ დავიბრუნდეს. ამიტომ გავქისე. ახლავე ქალბატონო, ახლავე, თქვენ არაფერი ისჯამოთ. აბა წამო ჩემო მერცხალო, მოვნახოთ მეზობლები, ამ ხანახები, ყველას მოვესიყვარულო და შენ კარგ ხასიათზე დავუშვოთ. მერცხალს ყველა მოვიდა რა მოყვანილი და ჩვენ არის აბა რაც რო გადიშوارესა როგორ ჩამოყარდა ქალი მომაკვდა მაგრამ მოვა ჭამი თითქმის არ ჭამს სმით ცოტა სვავს სულ ოხრავს და სტილის გამი წილი არ აქვს და მოსვენება როგორ უნდა გამოგვიდეს არც რამე ახლა არც რამე რა მიხონა უკვე ახლა კაცო ამდენი ხანი ლეკოჭანის სამართლად არის ქართული კაბა შეუქეროთ იქნებ ერამოსა თვითონ არის სისია მერე ჩვენ წავხეთ და ისეთი კაბა შევუკეროთ ისეთი რომ ამ არემარეზე არავის ხონდეს ვინც ნახოს სვალი ზედ დარჩეს ხრეთმანი კარგი ასია წადი მიღადა იმდივა ღმერთო შენ გამახსენ უკვე მოხვედით? არც არ გაჩნდა, არც არავითარ. რომ იცოდე მე რა ვიცოდი. აბა დავარკვევი ამდენ. შენ ხომ ძალიან გიყვარდა. არც ეს გახსენდება. შენ ხომ რა ვიცი, გარასოდეს იცი. ასე უნდა მოექცე პაწია. ჩამიუშოვა ქალბატონო, ბუნება წამხდარია. აი ნახე როგორი კაბა შევაკერინე, ასეთი ჯერ არავისია. ამას რომ ჩაიცო, შენი სულ ლამაზ გოგო, ყაფაში სარიქნება. მერტო რა შეგწოდი ასეთი მეც რომ ტანჯავდო ჩემ შვილსაც. ვრაბ დამშვიდი გელედრები. ამჯერ აღმერთისგან მთლად ვიყოთ განწირული. ხო და მოგხედოს ვიდრე დავიხოცებოდეთ. მეზობელმა მითხრა, ქეთო შენ ძლიერი. გვერდით დაიხინე, სარკეში ჩაიხედე და ძიზმის გავზებას რომ დაინახოთ, უერთველად ჩაფიქრდება. ნახოთ, აბა ნება მან გიშველოთო. რა ვიცი, აბა იქნებ მართლაც გუშველოს. ქეთო, პატარაობისას ისეთი ტიტინა იყავი, ზოგჯერ სარკესთან დადგებოდი და საკუთარ თავს ეტიყვინებოდი. არ გახსოვს განა. მოდი, ჩაიხედე სარკეში. ხედავ როგორი მსგავსება აჩვენს. ახლაც არ გჯერა, რომ შენ ჩემი შვილი ხარ და რომ მე დედა ვარ შენი. არა, მე მეტად არ შემიძლია ამ ბავშვს ტანჯვა წამების ყურება. დღესვე შევხვევ ცხენზე და იქ წავიყვან, საიდანაც მოვიყვან. ახლა მზურა, ეგრე ადვილი დასადმობია შვილი. მასის ჯობია მაინც და მაინც მოკვდეს ხომ ხედა უღოვარყოფ წდება და დნება სიკვდილის პირზე ამისო. სადამდე უნდა ვიცალო.
თუ უფლის ნება ეგრე იყოს ჩემი შვილი ჩემს ახლოს მაინც მეყოლება ფუიეშმაკს შორს ჩვენგან შორს ეგრე ამ გათქმევინათ ქალბატონო ქეთოს ღმერთი იფარავდეს ვენაწყალე მისახ არა მაგდა ნახლა მე ზურაბ ქართველად ვარ რომელიც აქამდე ვიყავ დიდება უკავ Сейчас смотри, чем он как не угадал, сейчас не нравится. А парень стали отсюда. Thank you.
მადლობა მოგზაურობის უბრალოდ შობიებს თანამდებობისათვის. ჩვენი მხარდაჭერა მოსწავლეების აღმოაჩინებოდა ძალიან დიდი მადლობა რომელსაც გამიგეთ ბავშვებს. აი ეს იგი ლაბაზის აღმოაჩინეთ რომელიც ალბათ თქვენი ცხოვრება ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რეჟისორებს პატრონოებს. ასეთი თავდაუზოგავ შრომისათვის რომ აი ეს ბავშვები რომლებიც ჯერ სცენაზე არასოდეს დაყოლილან აი ასეთ როლებში იქნებს და ესე შეასრულეს მოგებოდა ბავშვებს ასეთი თავდაუზოგავ შრომისათვის და წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს უსწრებს. ასევე დაუბრუნდით რაც გასავლელია მუშაობას, მაგრამ ეს არის ჩვენი აი ამ ორი მუშაობა. რომ წარმატებული და ღირსეული ადამიანები გაიზარდეთ. და ერთი ისეთი დაგლოცო ცხოვრების ახალი გზა ეხება ამ გზაზე სიკეთე. შეგეძლოს დასასრულს მიღწევა და სიკეთეს გეზღობს. ბოლომდე პირნათლად მოგეხადო ხალხის და სამშობლოს ვარი ამ კაცკაცი თქვენს ყვალი დაგეჩნიოდა მართალი ნახეთ გლოცავ ისე როგორც დედა დაუცავ საკუთარი ბუდი და გასულ შვილს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.